მოგესალმებით. დღეს მინდა გაჩვენოთ აი ეს ულამაზესი დეტალი, როგორ კეთდება. ნახეთ რა ლამაზია. ესეც ძალიან მარტივია, რანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. თუ გულდასმით მიყურებთ და მომისმენთ, ძალიან მარტივად გააკეთებთ და ულამაზესი გამოგივათ თქვენც. მოვემზადოთ. ჩვენ წინა ვიდეოში გავაკეთეთ აი ეს დეტალი, ნახეთ ეს რგოლი. ჩვენ ეს რგოლი, ასეთი ფორმის რგოლები შეგვიძლია უამრავი გავაკეთოთ და გამოვიყენოთ, როდესაც ვქმნით რაღაცას. როგორც უკვე გითხარით, ასეთი ფორმითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, იმიტომ რომ ეს უკვე დასრულებულია. მაგრამ ეს შეიძლება კიდევ უფრო გაართულოთ და მისცეთ უფრო სხვანაირი ფორმები. მაგალითად, დღეს მინდა რომ გაჩვენოთ აი ეს ფორმა, როგორ შეიძლება მივცეთ ამ დეტალს. მოკალათდით, მოიმარჯვეთ ძაფი და ყაისნაღი და დავიწყოთ ჩემთან ერთად. როგორც გახსოვთ, ეს დავასრულეთ უკვე, ნახეთ. და ვაგრძელებთ. ამოვიყვანთ 3 საჰაერო თვალს, აი ამ ფორმაში, ნახეთ. 1 2 3. მე მგონი კარგად ჩანს. შემდეგ ვაკეთებთ ერთ ნამატს. ერთი ნამატი კეთდება, ეს ყაისნაღზე ხდება. ერთხელ გადახვევა და აი ამას ქვია ერთი ნამატით. არის კიდე სხვა ვარიანტი, მაგალითად 1 და 2-ჯერ, როდესაც გადავიხვევთ ყაისნაღზე, ამ თვალს უკვე ქვია 2 ნამატით, თვალი 2 ნამატით. ჩვენ შემთხვევაში ვაკეთებთ ერთი ნამატით. 1, შემდეგ უკანა მხარეს ნახეთ, აი აქ ჩავდივართ პირველივე თვალში, ნახეთ, აი ამ ფორმით გამოგვაქვს. აი ეს ძაფი ასე. და გსოვთ ჩვეულებრივად, როგორც უნდა დავასრულოთ, ნახეთ. აი ესე მარტივი თვლები. შემდეგ ისევ ნამატიანი თვალით მივდივართ და მთლიან წრეზე ვაკეთებთ აი ასეთ თვლებს უკანა მხრიდან. მე მგონი კარგად ჩანს, დააკვირდით როგორ გამოდის, ნახეთ, ერთი ნამატით. ანუ ეს იქნება შედარებით უფრო მაღალი თვალი. პირველი რიგი როგორც გახსოვთ და თუ არ გახსოვთ, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ის ვიდეო, რომელშიც მხოლოდ ეს რგოლი გავაკეთეთ ეს თვლები უნამატოდ, ნამატის გარეშე მარტივი თვლები. ეხლა ვაკეთებთ თვლებს ერთი ნამატით. ყველა თვალში ნახეთ, აი ამ თვლებში ამოყვას უკანა მხრიდან, აი ასეთი ფორმით შეხედეთ, აი ესე. მე მგონი კარგად ჩანს, დააკვირდით და დამომყევით. ძალიან მარტივია ესეც და ძალიან სწრაფად იქცევა. ყველაზე საინტერესო და ყველაზე აზარტული არის ის, რომ ეს დეტალები ძალიან სწრაფად იქცევა და ძალიან ლამაზი გამოდის და ძალიან მოსახერხებელია, როდესაც რაღაც გარკვეულ რაოდენობას დააგროვებ და უკვე ჩანაფიქრში გაქრა უნდა გააკეთო და შემდეგ უკვე გადადიხარ უკვე სხვა ფაზაში, როდესაც უკვე თარგს აკეთებ და ეს შენი შექმნილი ულამაზესი დეტალები, ზოგი დიდი, ზოგი პატარა, ზოგი ძალიან პატარა, სხვადასხვა ფორმის როგორ უნდა დაალაგო. შეგიძლიათ წინასწარ მონახაზიც გააკეთოთ, ანუ დახაზოთ თარგზე, დახატოთ დაახლოებით სად რომელი დეტალი გინდათ. მე მაგალითად ხანდახან ხატავ, ხან არ ვხატავ და უბრალოდ ჩემი ფანტაზიის მიხედვით და თქვენც ესევე შეგიძლიათ ეს დეტალები დაალაგოთ თქვენი ფანტაზიის მიხედვით, სად რომელი მოგწონთ და როგორ მოგწონთ. შეგიძლიათ შეცვალოთ, ვიდრე შეკერავთ, დახედოთ და თუ მოგწონთ, ისე დაიწყოთ შეკერვა. შეხედეთ, უკვე მოვედით ბოლოში, ნახე, აი ეს არის უკვე ბოლო თვალი. აი ამ ბოლო თვალს ამოვიყვანთ, ჩვეულებრივად, ნახეთ. მოვედით უკვე იქ საიდანაც დავიწყეთ, ნახეთ. და აი ამ ბოლო თვალს როგორც წესი ვაერთებთ აი ამ თვალში. ნახეთ. გამოვიყვანთ და ვამაგრებთ, არ ვგსოვთ. აი ამას, როდესაც ამ თვალში ამოვიყვანთ და მე პირდაპირ ამ ბოლო თვალში გამოვიყვანთ, ჩამაგრება ქვია. ჩამამაგრეთ, ნახეთ. ნახეთ რა გამოვიდა. შეხედეთ, რა ლამაზია.
ეს უკვე დასრულებული ფორმა. ეხლა ნახეთ როგორ დავასრულებთ. შემდეგ აქაც ვასრულებთ უკუსლით, რომელიც თითოეულ დეტალს ულამაზეს ფორმას აძლევს. ამას ქვია 3D ფორმა, 3D ფორმას ეძახიან. ანუ ეს რო დადებთ ამ ფიგურებს ამობურცულ მდგომარეობაში როა. ნახეთ, ძალიან ლამაზია და მე ძალიან მომწონს. თქვენც როდესაც მიეჩვევით ამ დეტალების კეთებას, შემდეგ აღარ გაგიჭირდებათ და ყველაზე მთავარი ის არის, რომ აი ეს დეტალები, რომლებიც ახლა ჩვენ ვისწავლეთ, ხო? ზოგადად ყაისნაღი თვლას ითხოვს, სიზუსტეს. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვითვლით თვლებს, რადგანაც არ საჭიროებს, ანუ რამდენი თვალიც არ უნდა იყოს, არაფერი არ იცვლება, იმიტომ რომ აქ არ საჭიროებს თვლების დათვლას, მაგრამ არის დეტალები, მაგალითად, როდესაც ვაკეთებთ ყვავილს, ხო? იქ აუცილებლად უნდა გავთვალოთ ცენტრში რამდენი თვალი უნდა გქონდეს, რადგან მერე თანაბრად ხდება გადანაწილება და უშუალოდ 5 ფურცლიან ყვავილს ვაკეთებთ თუ 6 ფურცლიანს, იმის მიხედვით და მაგას შემდეგ ვიდეოებში აგიხსნით დეტალურად და ძალიან ადვილად, რომ თქვენთვის ადვილი გასაკეთებელი იყოს. მოვედით ნახეთ, თითქმის ბოლოში ვართ უკვე. შეხედეთ. და აქაც როგორ ვასრულებთ? გამოვდივართ აქ ბოლო თვალში. ნახეთ, ესე. აქედან გამოვდივართ, უკნიდან გამოვდივართ, ყაისნაღით და ძაფი გაგვაქვს. უკან. შეხედეთ, დასრულდა. ეს არის ჩვენი ულამაზესი დეტალი, რომელსაც შემდეგ აი ესე ჩავამაგრებთ. ნახეთ. დასრულდა. ნახეთ. ულამაზესი დეტალი, რომელიც ძალიან დაამშვენებს შემდეგ თქვენ შექმნილ ნებისმიერ სამოსს. დღეისათვის სულ ეს იყო. მოიწონეთ ჩემი ვიდეოები თუ მოგწონთ, რა თქმა უნდა, გააზიარეთ. თუ გინდათ კომენტარებში მომწერეთ, რა გაინტერესებთ უფრო მეტად, მოგწონთ თუ არა ჩემი ვიდეოები. რა გაინტერესებთ უფრო მეტად, მე დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. ბედნიერ დღეს გისურვებთ, ჩემო მეგობრებო, აბა დროებით, შემდეგ ვიდეომდე.